შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ახალ ქალაქთან. მე-6. დიდი მწერლები იმით არიან ცნობილნი, რომ თავის ეპოქას ასახავდნენ და არა იმით, რომ იგონებდნენ ზღაპრებს. ემილ ზოლა. ბნელი ღამე იყო, უმთვარო და ნესტიანი. პატარეა გრძელ ლატანებზე წამოგებულ ჭრაქებით და ჩირაღდნებით მიიკვლევდა გზას. შორს თურქების მიერ გადამწვარი სოფლის და ახალ ქალაქის ხანძარი მოსჩანდა. პატარეამ დანიშნულ ადგილს დილით მიაღწია და ახალ ქალაქისაკენ მიმავალი შარაგზის პირას, გაშენებული პატარა სოფლის ახლოს, სომეხთა ბატარეის ერთი საველე ზარბაზნის გვერდით დაიჭირა პოზიცია. ახალ ქალაქამდე 10 კილომეტრი იქნებოდა. მახლობელ მაღლობებიდან თოფის სროლა კანტიკუნტად და ხან კიდევ მოხშირებით ისმოდა. ტყვიამფრქვევიც აქაქანდა. შავწვერა გამხდარი დონკიხოტივით მაღალ კანჭებზე მდგარი სომეხი პრაპორშიკი, რომელიც ჯარში გაწვევამდე სოფლის მასწავლებელი იყო, ერთადერთ საველე ზარბაზანს და 3 ჯარისკაცს მეთაურობდა. სომხებს კიდევ 2 ზარბაზანი ჰქონებოდათ. ასეთი არტილერიით იცავდა ახალ ქალაქს ალექსიძის ბატარეის მოსვლამდე სომეხთა 1000-ეულის უფროსი, პოლკოვნიკი ანდრონიკოვი. ახალ ქალაქის მიტოვება 3 დღის უკან დაეწყოთ მაცხოვრებლებს. მაშინვე, როდესაც ანდრონიკოვის 1000-ეული ახალ ქალაქიდან გასულიყო და ქალაქიდან 5 კილომეტრის მოშორებით მთის კალთებზე დაეჭირა პოზიცია. იმჟამად თურქებს სომეხთა 2000-ეული და ახალქალაქელი მოხალისენი ებრძოდნენ. ახალქალაქის ბრძოლის უბანს პოლკოვნიკი ანდრონიკოვი ხელმძღვანელობდა. მისი შტაბი მარცხენა ფრთაზე სომეხთა 2 სამთო ზარბაზანთან იყო მოთავსებული. საველე ზარბაზნების უფროსი, პრაპორშიკი ჩახმახიანი, კაპიტან ალექსიძეს გამოეცხადა და აღშფოთებით მოახსენა. ამ გაშლილ მინდორზე 10-ჯერ გამოვიცვალე პოზიცია. სად არ დავაყენე ჩემი საველე ზარბაზანი, მაგრამ პოლკოვნიკი ანდრონიკოვი რატომღაც ბრძანებას არ იძლევა. რომ იგი ავამუშაო, მთის ძირში ჩასაფრებული თურქები დავხოცო, ახალციხისაკენ გავრეკო და ქალაქში შევიდე. კაპიტან ალექსიძეს გაეღიმა და იმ გამხდარ, ახმახსა და აგზნებულ კაცს უთხრა: პრაპორშიკო ჩახმახიანო, ერთი საველე ზარბაზნით ციხე ქალაქის აღება რომ შეიძლებოდეს, ამდენ ხანს სტამბულამდე მივიდოდი, ქალაქს ავიღებდი და მეც შიგ შევიდოდი. ჩახმახიანს ჭიგოსავით გრძელი ხელები ჩექმის ყელამდე დასცვიდნენ. კისერი წეროსავით წაიგრძელა, რომ უფრო კარგად მოესმინა კაპიტნის ნათქვამი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო და გაოცებით მიაშტერდა. კაპიტანი ბრძოლის უბანს გაეცნო, ბრძანება გასცა და მისი ბატარეა პატარა მდინარის პირას დააყენეს და ბრძოლისათვის განამზადეს. ჯერჯერობით 2 ზარბაზანს უნდა ემოქმედნა. ახლა ამ 2 ზარბაზანზე მემიზნეებად კორნელი და სტუდენტი
კაპიტონ სარჩიმელია იყვნენ. ზარბაზნები მარცხენა ფრთაზე აწვდილ ამწვანებულ მთის მწვერვალს დაუმიზნეს და კუთხე 45-ზე დააყენეს. გასროლის დროს ზარბაზანი ბორბლებით ურთ მაღლა ხტებოდა და მერმე ისევ მიწაზე ეცემოდა. გიგა ხუციშვილი საჩქაროდ ჩაუშვებდა ხოლმე მოთხრილ მიწაში ზარბაზნის ხორთუმს, სახნის. კარგა ხანს ისროდნენ. 20-ოდე ყუმბარის გასროლის მერმე კორნელი გახურდა. მაზარა გაიხადა და ისე მუშაობდა პანორამაზე. ზარბაზნის გასროლის დროს გვინვისაგან ჰაერის შერყევის გამო მიწის ნიადაგი იძვროდა. გაღებულ ხახაში კბილებს ეხეთქებოდნენ და ყურებს ჟივილი გაქონდათ. გრიალმა გააყრუა და საკეტის გაღებისას ლულიდან გამოსული წამლის ბოლი თვალებს სწვავდა. პეტრე ცხომელიძემ მეორე ზარბაზანზე მომუშავე მემიზნეს. კაპიტონ სარჩიმელიას გასძახა. მიდი მისცხე, ამოჰყარე სანგრებიდან თურქები. გრიგოლ ცაგურიშვილის მაგივრად ტელეფონთან ფეხმორთხმულმა ჯარისკაცმა მილს ხელის გული დააჭირა და მანაც შესძახა სარჩიმელიას. მუხლზე რადიჩოკე პანამა, შარვალი ხომ არ გასვარე? ჯარისკაცებმა ხარხარი მორთეს. სარჩიმელიას პანამას ეძახოდნენ, რადგან მემიზნე იყო და ზარბაზნის პანორამაზე მუშაობდა. სათვალეებიანმა გამხდარმა სტუდენტმა პანამამ ჯარისკაცებისაკენ თავი მიიბრუნა, გაიცინა და მეჩხერი კბილები გამოუჩნდა. სარჩიმელია თვინიერი და გულკეთილი ჭაბუკი იყო. მეგობრების ჯიბრზე იმ ზაფხულს ქალაქში პანამის შლაპა დაიხურა და მერმე კაპიტონის მაგივრად სამუდამოდ შეერქვა პანამა. გვარ სარჩიმელიას ანი მოაშორეს და იტალიელთა გვარის მიხედვით სარჩიმელი უწოდეს. პატარეის წინ ხევში მიმავალ პატარა მდინარის ტირიფებიან ნაპირას მტრისაგან გამოსროლილი ყუმბარა დაეცა. მერმე კი ბატარეის უკან. ცხადი იყო, ალექსიძის ბატარეას მტერი ჩანგალზე იღებდა. ამ დროს თავისუფალი და უსაქმოდ დარჩენილი ზოგი ჯარისკაცი მდინარეში ტანსიბანდა. ზოგიც რიყეზე იჯდა და მზიან ამინჩი კბენარით სავსე პერანგს ხილავდა. ჯარისკაცებმა მდინარე მიატოვეს და მოჰკურცხლეს. სანდრომ და ლადო მეტრეველმა მიწაში ჩაფლული აუფეთქებელი ყუმბარა მოთხარეს და კაპიტანს მიუტანეს. ყუმბარა სამთო ზარბაზნისა იყო. კაპიტანი მესამე ყუმბარის დაცემას დაელოდა და მერმე 4-ვე ზარბაზნიდან გრიგალისებური ცეცხლი გახსნა. კაპიტანი და მისი ოფიცრები დურბინტით შეიარაღდნენ. დათა კაჭკაჭიშვილი კორნელი ზარბაზანთან ახლოს იწვა და ისიც დურბინტით იხედებოდა. მალე ყვირილი მორთო. ყუმბარებმა ამოჰყარეს სანგრებიდან თურქები. კაპიტანმა უხიაკი ხმით სჭექა. მე მაგრად უჩვენებ, დაბომბვა როგორიც უნდა. კაპიტანმა მალე ჩააჩუმა მტრის არტილერია და 4-ვე ზარბაზნის ცეცხლი ახლა თურქთა ქვეითი ჯარის პოზიციებისაკენ გადაიტანა. როდესაც ალექსიძის ბატარეამ საომარი მოქმედებები შესწყვიტა და შვადღიდან ვიდრე საღამომდე ფრონტზე სიმშვიდე ჩამოვარდა, ახმახი პრაპორშიკი ჩახმახიანი მოიხსნა. გაძვალტყავებულ თავის თეთრ როსინანძზე შეჯდა. აქამდე სრულიად უმოქმედოდ მდგარ ერთადერთ საველე ზარბაზანს წინ წაუძღვა და ახალ ქალაქისაკენ პირდაპირ მიმავალ შარაგზას დინჯი და აუღელვებელი ნაბიჯით დაადგა. თითქოს ქალაქის ასაღებად მარტო მიდისო. კაპიტანმა ქადაგიშვილის მოულოდნელი ამბავი შეიტყო. გენერალი არჯევანიძის ბრძანების თანახმად ახალციხე, ახალქალაქის ფრონტზე ჯარების საომარი მოქმედება შეწყვეტილია. ახლა ჩვენს ამოცანას
ლტოლვილებისა და მათი ქონების უზრუნველყოფაში ადგენს. მერმე ჩემი ბატარეა შვიდობიანად უნდა ჩავიყვანო ბაკურიანში. როგორ? გაოცდა ქადაგიშვილი. დამოუკიდებლობის შედეგად ახალციხე ახალქალაქის მაზრას ვცვლით და თურქებს ვაბარებთ? თურქეთთან მოლაპარაკებების დამთავრებამდე ეშმაკმა უწყის, რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა. მიუგო კაპიტანმა და განაგრძო. განა მე მეხალისება ფრონტის მიტოვება და უკან დახევა. მეტი გზა არ არის. უფროსის ბრძანება უნდა შევასრულო. კაპიტანი ღელავდა. თურქებმა ახალქალაქი თუ აიღეს და წინ წამოვიდნენ, ჩემი ბატარეის მფარავი ასეული მტერს ვერ შეაჩერებს და ბატარეა სავალალო მდგომარეობაში ჩავარდებაო. როდესაც ბატარეამ სროლა შეწყვიტა, კორნელი, სანდრო, პეტრე და გიგა ბატარეის უკან მოედანზე მდგარ თივად დაფენილ ორთვალასთან მივიდნენ და შიგ მძინარე ჯვებე მიქელაძე გააღვიძეს. ამ პირძაღლს გაუკვირდა გიგას ზარბაზნების გრიალში როგორ ეძინა. ვარევანიდან მთელი ღამით მოგზაურობას დაეკანცა ნებივრობაში აღზრდილი ნაზი და სუსტი ჭაბუკი. ჯვებე მიქელაძემ თვალები დააჭყიტა და მეგობრებს მშვიდად და უვნებოდ ჰკითხა. დამთავრდა ომი? აი მებრძოლიც ასეთი უნდა, დაიძახა გიგამ. მან და კორნელიმ ფეხში ხელი წაავლეს, ორთვალიდან ჩამოათრიეს და ხარხარი მორთეს. კაპიტანი კარავიდან გამოვიდა. კორნელი სანდროს, პეტრეს და ლადომეტრეველს დაუძახა და უბრძანა. შესხედით ბიჭებო ცხენებზე და ამ შარაგზით ახალქალაქისაკენ იარეთ. ჩვენი მფარავი რაზმი დაათვალიერეთ და მისი სულისკვეთება შეამოწმეთ. მერე შარაგზიდან მარჯვნივ გადაუხვიეთ და ახალქალაქისაკენ მანამდე იარეთ, სანამ მტერს არ აღმოაჩენთ. სროლა არა უტეხოთ. მაშინვე გამობრუნდით და ზუსტად მაცნობეთ მათი ადგილსამყოფელი. კაპიტანმა ბრძანება დაასრულა და მერმე ჯარისკაცებს უთხრა. ამბობენ თურქებმა ახალქალაქს გვერდი აუქციეს და სომხური ასეულისაკენ წავიდნენ. აბა მალე ახლა ისევ უბრძანა ჯარისკაცებს კაპიტანმა, დროს ნუღარ დაგკარგავთ. მეტრეველი აქაურია და თქვენი მეგზური იქნება. ზვერავებმა იარაღი აისხეს, თალასკები და ხელყუმბარები შემოირტყეს და ცხენებზე შესხდნენ. სანდრომ დურბინდით წამოიღო, ჭენებით გაეშურნენ. სომხური ასეულის სანგრებამდე უშიშრად იარეს. ასეულის სანგრები გზის პირას იწყებოდა. ყანაზე გადადიოდა და მერმე პატარა მთის კალთას და ხევს ებჯინებოდა. სანგრებისათვის თხრილი ღრმად ამოეღოთ. კაცი შიგ თუ დაჯდებოდა, სავსებით დაიფარებოდა. ზვერავებმა ჯარისკაცების თავები, სანგრების ბრუსტვერზე დაწყობილი შაშხანები და ორი ტყვიან ფქვევი დაინახეს. ბევრი იმ ასეულის მოხალისეთაგანი ჯავახელი სოფლელი იყო. ჯავახეთში მოქსოვილი შავი ქურთუკი და შარვალი სოფლის წინდა და ქალამანი ეცვა და თავზე გრძელ ბეწვიანი ბუხრის ქუდი ეხურა. რუსეთის არმიის ტანისამოსში გამოწყობილი ოფიცრები და თითო ოროლა ჯარისკაცი შიგრომ არ ყოფილიყო, ასეული ქურთების ჯარი გეგონებოდათ. მოხალისენი შიშითა და გაფაციცებით იცქირებოდნენ ირგვლივ. გაფითრებული სახით შესცქეროდნენ მზვერავებს, ზოგიც ნაძალადევად იღიმებოდა, მაგრამ საბრძოლო განწყობილება და საომარი პირი არც ერთ ოფიცერს და არც ერთ მათ ჯარისკაცს არ უჩანდა. პოდპორუჩიკის რჩევის თანახმად მზვერავებმა შარაგზიდან ყანებში გაუხვიეს და ახალ ქალაქისაკენ წავიდნენ. შიში ალექსიძის მხედრებსაც შეეპარათ. ჭენების ნაცვლად ცხენები ნაბიჯით მიხავდათ და მახლობელ მიდამოებს ახლა ისინიც შიშით და გაფაციცებით გასცქეროდნენ. ბინდდებოდა.
სანდრომ დურბინდი მოიმარჯვა და დაიძახა. აჰა, ახალქალაქიც, ციხის კედლებს ნამდვილად ხედავ. ფრთხილად, უშექუჩდებით, გაიშალეთ. თურქები მოდიან, დაგვინახეს. თხრილში ჩაცვივდნენ, გესმით, ტყვიამ გაიზუზუნა. ალაჰმა უწყის მართლა დაინახა თუ არა სანდრომ თურქები, მაგრამ ტყვიამ კი მართლაც გაიზუზუნა. ზვერავები გაიშალნენ. მანძილი დაიჭირეს. შაშხანები გადმოიღეს და ყანაში უთავბოლოდ ბორიალი დაიწყეს. მხედრების ახლოს ისევ გაიწივლა ტყვიამ. სანდროს ცხენი ყალზე დადგა. ზვერავებმა მთის ძირში ხევს მიაშურეს. მხედრები ხევს დახვნენ და ღელე-ღელე იარეს. მერმე შარაგზაზე გავიდნენ და ახლა ჭენებით გაქანდნენ კაპიტნისაკენ. ალექსიძემ ზვერავთა მოხსენება მოისმინა. აღელვება დაეტყო. ბატარეის წინ გორაგზე გუშაგები, ხოლო ბატარეასთან კი გაძლიერებული რაზმი დააყენა. ჯარისკაცებს სოფელში გამართული კოცონები ჩააქრობინა. თუთუნის წევა აუკრძალა. ბატარეის შტაბისა და სომხური ასეულის შორის გაბმული ტელეფონის ქსელი შეამოწმებინა. ზარბაზნებთან გაშლილ კარავში მორიგი ოფიცერი დატოვა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა სოფელში და შტაბის ოთახში გაუხდელა დაწვა. შიშიანობამ და განგაშმა დილამდე გასტანა, მაგრამ მტერი წინ არ მოიწევდა. თურქების ნაცვლად ახალქალაქიდან და მახლობელი სოფლებიდან ლტოლვილები განუწყვეტლივ მოედინებოდნენ. ახალქალაქის მაზრის მცხოვრებნი თავიანთ სოფლებს ტოვებდნენ და დატვირთული ურმებით, ფურგონებით, ფარანახირით და ჯოგებით ცხრაწყარო ბაკურიანისაკენ მიდიოდნენ. ჯავახეთი იცლებოდა. ხიზნებს თან მიჰქონდათ თავისი ქონება და ავლადიდება. გზადაგზა მტრისა და ადგილობრივი ყაჩაღების ბრბოებიც ძარცვავდნენ. მალე ალექსიძის ბატარეამაც ცხრაწყარო ბაკურიანისაკენ გასწია.